გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმარია გიორგი ხარებავა, ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი. მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო გიორგი, დღევანდელი თქვენთან საუბარი უნდა დავიწყო მედია გარემოთი. თქვენ ალბათ იცით, რომ ჩვენს ტელეკომპანიის ანგარიშებს უკვე რამდენიმე კვირა ადევს ინკასო, რაც თავისთავად გვიზღუდავს მუშაობას და ფაქტიურად გაჩერების ზღვარზე ვართ. მე მინდა თქვენ შეაფასოთ, ეს არის თუ არა, თქვათ, პირდაპირ პოლიტიკური წნეხი, ასე ვიტყოდი და ზოგადად როგორი არის მედია გარემო, იმიტომ რომ ჩვენს გარდა იყო რადიო ჰერეთიც, რომლის ანგარიშებიც დაყადაღეს და გუშინ იყო უკვე ბათუმელებიც. არის ეს მხოლოდ მედიის მიმართ ზეწოლა თუ ზოგადად სიტყვის თავისუფლების ჩახშობის მცდელობა? დიახ, ეს ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში მოვლენები აი ასე განვითარდა და ძალიან სწრაფად ვაკვირდებით ჩვენ ავტორიტარიზმის გამყარებას ქვეყანაში. და ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, რაც რეჟიმს შეიძლება შეხვდეს წინაღობად ავტორიტარიზმის გამყარების გზაზე, არის თავისუფალი მედია. აქედან გამომდინარე, ამ პროცესში მედიის შეზღუდვა არის ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, რასაც რეჟიმები ახორციელებენ ხოლმე. ის რაც თქვენს ტელეკომპანიას დაემართა, ის რაც ინკასო დაადეს ნეტგაზეთს და სხვა და სხვა მედიას ამავდროულად მიიღე ძალიან ბევრი შემწყუდავი კანონპროექტი, რომელიც მთელ რიგ შეზღუდვებს უწესებს მედიას. პირდაპირ არის ზეწოლა მედიაზე, პირდაპირ არის ზეწოლა თავისუფალ სიტყვაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, რომ რეჟიმს რაც შეიძლება გაუმარტივდეს საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციის პროცესი. ზოგადად მედია გარემო საქართველოში არის ძალიან უსამართლო, წლების განმავლობაში ეს ასეა. ვხედავთ, რომ მედია, რომელიც მთავრობისადმი, ეგრეთ წოდებული მთავრობისადმი, ოცნებისადმი უფრო მეგობრულად არის განწყობილი, მათ პროპაგანდას ძალიან აქტიურად აშუქებს. ამ მსგავსი მედიის მიმართ სისტემა არის ძალიან ლმობიერი და პირიქით, ისინი ძალიან ესეთ სასადგურე პირობებში ყავთ. და მეორე მხრივ მედია, რომელიც შედარებით კრიტიკულად არის განწყობილი, რომელიც ცდილობს ყველანაირ აზრს დაუთმოს საკუთარი ეთერი თუ საკუთარი მოკლედ შეეცადოს, რომ სიტყვის თავისუფლება იყოს საკუთარ სარედაქციო პოლიტიკაში. ასეთი მედიები განიცდიან ზეწოლას, განიცდიან რეჟიმის მხრიდან მთელ რიგ რეპრესიებს. იქნება ეს არამხოლოდ მედიაზე არ არის საუბარი, იგივე ჟურნალისტებიც ხშირად ყოფილან ჯარიმების მსხვერპლი, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ერთ შემთხვევაში გავიხსენებდი, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია შეხვედრას მართავდა მოსახლეობასთან საგარეჯოში, რადგანაც ოცნებმა მათ დაახვედრა იქ ადგილობრივი კრიმინალური ჯგუფები და დაიწყეს ძალადობა ოპოზიციაზე და ამავდროულად იმ მედიაზეც, რომელიც იქ ესწრებოდა ამ შეხვედრას. და უცებ ერთ-ერთი ასეთი მოძალადე ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი გამოიწია ტელეკომპანია იმედისკენ. ალბათ ვერ იცნო მიკროფონი და ტელეკომპანია იმედი ჟურნალისტის ასე ვთქვათ ცემაც მოინდომა, რადგანაც ამ ჟურნალისტმა თავი დაიცვა სიტყვებით არ შემეხო იმედი ვარ. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთგვარად უნისონში შეთანხმებულად მოქმედებენ სამთავრობო მედია და ოცნება. ეს არანაირი თავისუფალ მედიაზე ან არანაირი ჟურნალისტურ სტანდარტზე საუბარი აქ არ არის. ხო, პრაქტიკულად ვხედავთ ერთი მხრივ, როდესაც თავისუფალი მედია სულს გაფავს და მეორე მხრივ ვხედავთ მედიას, ოცნების მედიას, რომელიც არა თუ სასადგურე პირობებში, არამედ ერთგვარად კოორდინაციაშიც კია და საკუთარი კოორდინაციაშიც კია მთავრობასთან და მთავრობასთან ერთად ძალადობს იმ ადამიანებზე, რომლებიც ესეთ მათი კოლეგა უნდა იყოს. დიახ, და აქვე მაინტერესებს თქვენი შეფასებაც ზოგადად მედიის როლი და მათ შორის რეგიონული მედიის როლი. თქვენც გითხავთ ამას, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ჩვენ ვართ ისეთ რეგიონში, სადაც რუსული დეზინფორმაცია მეტად ვრცელდება, შიდა ქართლში, სადაც აქვე გატისხო საოკუპაციო ზოლი. ამ შემთხვევაში რამდენად დიდი არის მედიის როლი, მაშინ როდესაც ამდენი ყალბი ამბავი ვრცელდება, პროპაგანდა, ასე ვიტყოდი, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაციაზე ცდომა, მაშინ როდესაც რეგიონული მედია პირველივე დარეკვისას, ვთქვათ, მაშინვე მივდიოდით და ვაშუქებდით მოსახლეობის პრობლემებს, რომ არა ჩვენ ვერ გაიგებდა საერთოდ ხელისუფლება, რომ აქ ან უბრალოდ გაიგებდა და დატოვებდა ყურადღების მიღმა იმ პრობლემებს, რაც ადგილობრივებს აწუხებთ.
დიახ, მედიის როლი პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში არის საკვანძო, ვინაიდან პროპაგანდა არის ესეთი საკმაოდ რთული რამ, რასაც მოკლედ პროპაგანდის წინააღმდეგობის გაწევა არის საკმაოდ რთული და რიგით ადამიანებს ფიზიკურად არ აქვთ იმის დრო, რომ დღეში მილიონი ინფორმაციას იღებენ, ყველა მათგანი რომ გადაამოწმონ, ყველა წყაროებთან მივიდნენ, ამის დრო ფიზიკურად ადამიანს არ აქვს. აქ შემოდის ზუსტად მედიის როლი, რომელმაც უნდა გადაამოწმოს სხვადასხვა სახის ინფორმაცია, აღმოაჩინოს სად არის პროპაგანდა და მიიტანოს სწორი ინფორმაცია მაყურებლამდე, მსმენელამდე თუ მკითხველამდე. ამ მიმართულებით მედიის როლი არის საკვანძო და ამას კარგად ხვდება თვითონ ოცნებაც და ერთ-ერთი მიზეზიც, რატომაც ის თავისუფალ მედიას ებრძვის, არის ის, რომ მას უფრო მეტად გაუმარტივდეს საკუთარი პროპაგანდისტული ნარატივები, საკუთარი პროპაგანდისტული მესიჯების მიტანა საზოგადოებასთან და არ იყოს არავინ მედია ველზე, რომელიც ამ ტყუილებს გამოაშკარავებს და სიმართლეს მიიტანს საზოგადოებასთან. დიახ, და აქვე მინდა გადავიდეთ კანონებზე, რეპრესიულ კანონებს დავარქმევ მე, ამიტომ რომ შემზღუდავი კანონები, რომლებიც ერთი მეორეს მიყოლებით მიიღეს, რომლებიც აფერხებს არ ულხინს ხო არასამთავრობო სექტორს და ბევრმა მათგანმა შეაჩერა კიდეც რეგიონებში მათ შორის მუშაობა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ აი ამ კანონის პირობებში, რომლის ამოქმედებაც უკვე დაიწყო ხო ნაწილობრივ და ვნახეთ რომ სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ინფორმაციებიც გამოითხოვეს. აი ამ კანონებში ყველაზე საგანგაშოდ თქვენ რა მიგაჩნიათ იგივე ფარა და ასე შემდეგ, რომელიც ძალიან დიდ წნეხს უქმნის მეტად ორგანიზაციების მუშაობას გრანტების მე არ ვიტყოდი რომ კანონებში რაღაც მუხლები არის საგანგაშო. მე ვიტყოდი რომ მოტივები არის საგანგაშო რატომაც ეს კანონები მიიღეს. თავიდან 2023 წელს, როდესაც რუსული კანონი პირველად შემოიღეს, ამბობდნენ რომ გამჭვირვალებისთვის გჭირდება ეს. მეორე ჯერზეც ამბობდნენ რომ გამჭვირვალებისთვის არის საჭირო. სინამდვილეში არნაირი გამჭვირვალობა აქ არაფრის შუაში არ არის. ამ კანონების მიღების მოტივი არის ის, რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა ქვეყანაში. ამ კანონების მიღების მოტივი არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ უბრალოდ ვერ შეძლოს ფუნქციონირება სახელმწიფოში. ეს არის მოტივი. მნიშვნელობა არ აქვს კანონის მუხლებში რა წერია, მნიშვნელობა არ აქვს შეძლებენ თუ არა ორგანიზაციები გარკვეული ხვრელების მონახვას, იურიდიული ხვრელების მონახვას კანონში. მოტივი მსგავსი კანონების მიღებისა არის ის, რომ თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება ამ ქვეყანაში უბრალოდ უნდა გაანადგურონ. ეს არის მიზანი და ამ მიზნის მიმართულ და ამ მიზნისკენ რეჟიმი მიდის გეგმაზომიერად და ფინიშიც ძალიან მარტივად გავა თუ ამაში საქართველოს მოქალაქეები წინააღმდეგობას არ გაბუწებთ. დიახ, და საზოგადოებრივი პროტესტის ტალღას როგორ შეაფასებდით ხომ? რამდენად მნიშვნელოვანი არის ახლა ეს საერთაშორისო მხარდაჭერასთან ერთად საზოგადოების აქტიურობა აი ასეთ შემთხვევაში? დიახ, გარკვეულწილად ჩვენ უპრეცედენტო შემთხვევას ვადევნებთ თვალს ბოლო რამდენიმე 10 წლების განმავლობაში მაინც მინიმუმ, როდესაც რამდენიმე ასეული დღეა მოქალაქეები გამოდიან აქციაზე და აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს. ხომ მნიშვნელობა არ აქვს იქ რომელ დღეს რამდენი მონაწილე იქნება აქციაზე, წინა დღეს უფრო მეტი იყო თუ ხვალ უფრო ნაკლები იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. ამას გარკვეულწილად ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მნიშვნელოვანია ის, რომ არსებობენ მოქალაქეები, რომლებიც არ ეგუებიან რეჟიმს, რომლისთვისაც რუტინად იქცა ყოველ დღე რუსთაველზე გამოსვლა, გაპროტესტება და ჩვენ ხედავთ პერიოდულად, როდესაც შედარებით დიდი აქციები ორგანიზდება, წინასწარ რამდენიმე დღით ადრე მიდის მზადება, ხალხის დიდი რაოდენობა გამოდის აქციებზე, ხო? ამ მიმართულებით ჩვენ ხედავთ, რომ ქართული საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეები საკმაოდ აქტიურები არიან, ისინი შეუპოვრები არიან, პროპაგანდა ცდილობს შემოაგდოს თემა, რომ აი ნიჰილიზმია, უკვე მოქალაქეებს აღარჯერათ წარმატების, აღარჯერათ იმის, რომ ცვლილებები შესაძლებელია, თუმცა ეს ასე არ არის, პროპაგანდას უნდა რომ ასე დაგვაჯეროს, თავარია ჩვენ ვიყოთ შეუგუებლები რეჟიმის მიმართ და მომავალში ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს. მე ვერ ვიტყოდი რომ დღეს ან ხვალ აუცილებლად დადგება შედეგი, თუმცა თუ ჩვენ შევეგუებით დღევანდელობას და შევწყვეტ
მაგალითად რუსთაველზე გამოსვლას, მაშინ გარანტირებულად გეტყვით, რომ რეჟიმი გაიმარჯვებს, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით ჯიუტები, მაშინ აუცილებლად გამოჩნდება შანსი, რომ საქართველოს დაუბრუნდეს ევროპულ გზას, ევროპული განვითარების გზას, აუცილებლად გამოჩნდება შანსი, რომ საქართველოში დამარცხდეს კორუფცია, აუცილებლად გამოჩნდება შანსი იმისა, რომ საქართველო იყოს განვითარებული, მდიდარი სახელმწიფო, საიდანაც მოქალაქეები არათუ გარბიან საზღვარგარეთ ელემენტარული განათლების მისაღებად, ჯანდაცვის მისაღებად, სამსახურის საშუალებლად ხდეს ისეთი სახელმწიფო, სადაც მიგრანტები, რომლებიც გადახვეწილები არიან დღეს საკუთარი ოჯახებიდან, სადაც საკუთარ ოჯახებს არიან მოწყვეტილი, ისინი დაბრუნდნენ საქართველოში. ამის შანსი აუცილებლად გაჩნდება, თუ ჩვენ დავიჯერებთ ჩვენი გამარჯვების და თუ ვიქნებით შეუპოვრები. დიახ, და სწორედ ამაზე მაქვს შემდეგი კითხვა, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად დავდექით უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის წინაშე, მაშინ როდესაც სწორედ ამდენი ადამიანი მიდის სამკურნალოდ და მაშინ როდესაც სწორედ ემიგრანტებს გაუადვილდათ ოჯახის წევრების ნახვა აი ამ უვიზო მიმოსვლის შემდეგ, თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს იმ შემთხვევაში თუ ეს მოხდა და იმედი მაქვს რომ ეს არ მოხდება, ხელისუფლების პასუხისმგებლობა პირველ რიგში ის რაც არის ქართველი ხალხის მონაპოვარი თუ დავკარგავთ აი ამ უვიზო მიმოსვლას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მდგომარეობა ასე მძიმედ არ განვითარდება მოვლენები საქართველოს მოქალაქეებისთვის. პირველ რიგში საქართველოს იმ პოლიტიკურ რეალობაში, რა პოლიტიკურ რეალობას დღეს საქართველოში დგას, რომ დემოკრატია უკანი ხევს, ავტორიტარიზმი მყარდება, რეჟიმი ფესვებს იდგამს, ადამიანის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, ამაში დამნაშავეები არიან თვითონ რეჟიმის ლიდერები, რეჟიმის წარმომადგენლები და სასურველი იქნებოდა, რომ პირველ რიგში მათ აგონ პასუხი და არა რიგითმა მოქალაქეებმა, თუმცა აქ მეორე საკითხიც არის, სახელმწიფოები მოქმედებენ ძირითადად საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირის შემთხვევაში რომელიც ბევრი სახელმწიფოს ერთობლიობა ეს გაერთიანება უვიზო მიმოსვლას არ უყურებს როგორც ქველმოქმედებას ეს გაერთიანება უვიზო მიმოსვლას უწესებს იმ ქვეყნებს სადაც ცხოვრება უსაფრთხოა უვიზო მიმოსვლას უწესებს იმ ქვეყნებს საიდანაც მიგრანტების დიდ ნაკადს არ ელის მაგრამ თუ საქართველოში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და ჩვენ ბელორუსის მსგავს სახელმწიფოდ ვიქცეთ მაშინ ევროპის კავშირს უბრალოდ არ ექნება სხვა გზა გარდა უვიზო მიმოსვლის შეჩერებისა. კი ბატონო, მადლობა, უღმესი მადლობა გიორგი ღარებავა საუბრობდა ჩვენს ეთერში. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. ნახო.